მოგესალმებით მეგობრებო, ბრმა პოდკასტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებათ ეთერში. რა დიდხნიანი პაუზის მე შეჩიმა. პირველი გადაცემა, მიღადავები და ეს რა გაცვია ვიცი ხარ მოსული. ინტერის ფონდით ხარ მოსული მიღადავები ამ განვლილი სეზონის მერე, სადაც ყველგან მეორეზე გახვედი. აი, რა მშვიდი, რამდენი ლიგა მოიგე მეგობარო, აბა? რამდენი ლიგა მოიგე? ჩვენ გასულ სეზონზე ვსაუბრობთ აქ რა, თავი ვარ გამოსაყოფი რა. არ ინერვიულობთ ინტერის ქართველ შემადგენლებო, მაინც მე ვფიქრობ, რომ იმდენად გულდასაწყვეტი არ იყო ეს ფინალის წაგება, რადგან მაინც ქართველი და ჩვენი ბიჭი, ჩვენი კვარა იყო პარი სენ-ჟერმენში და მოიგო ეს მოაგებინა პარი სენ-ჟერმენში ნანატრი ჩემპიონთა ლიგა, მართლაც რომ აფერბურთელები ყავდათ. პარი სენ-ჟერმენს კავანი, ლავეცი, იბრაჰიმოვიჩიდან დაწყებული, მესი, ნეიმარი, ბაპეტი გაგრძელებული და ვინ არ ყავდა რა ვარსკვლავები და რა ინვესტიცია არ ჩაიდო, რა ფული არ დაიხარჯა, რა რესურსი არა, მაგრამ მაინც აი ჩვენი კვარაცხელიას გადასვლით, აი ეს მართლაც აი ჩემს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ზამთრის ტრანსფერი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სეზონი რადიკალურად შემოაბრუნა კვარაცხელიას გადასვლამ. კვარაცხელიას გადასვლამ არა მხოლოდ კვარაცხელიას ფაქტორი იყო, იქ მთელი გუნდის მოტივაცია, ამაღლა კონკურენცია გააჩინა, დუე, დემბელე, ბარკოლა, ყველა შემტევი ვინც იყო რამოშიც კი საოცარ ფორმაში შევიდა სეზონის ნაწილში და კი ვიხილეთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით გამოგდებული პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდები და ჩემი აზრით ძალიან ნაყოფიერი სეზონი გამოვიდა პარი სენ-ჟერმენისთვის, აგერ უკვე 5 ტიტულის მფლობელი გახდნენ 2020-ში. და ჩემი აზრით ეს კრახი მანამდე მე მგონი მწვრთნელების ბრალი იყო, იმიტომ რომ იქ პოჩეტინო იყო, იქ ტუხელი იყო, ნუ რაღაც დაალაგეს, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცა მაინც მწვრთნელის ამბავი იყო და ანუ ენრიკემ რაღაც ესპანური ფეხბურთი ხო, ანუ დუე რა მაგრა ათამაშდა, დემბელეც ძალიან კაი იყო და რა ვიცი, ანუ მე არსენალის ფანი ვარ, იდეაში ინტერის ფორმით ვარ დღეს, მაგრამ ნუ არსენალს აჯობა მაგრად რა და ანუ ეგ სეზონი PSG-ისთვის მე მგონი აი რა ვიცი რაღაცა აი ტრეიბლი ისტორიული და საუკეთესო იყო. და გაუჭირდება მე მგონი მაგის გამეორება მე ეგრე ვფიქრობ წელს, იმიტომ რომ რაღაცა დასაწყისიც მძიმე იყო და ტოტენჰემთანაც გაუმართლად რაღაცა პენლებში ცუდი თამაშით მაინც. ხო, არა, მწვრთნელის ფაქტორი ძალიან სწორად ახსენე გიო, იმიტომ რომ რა მწვრთნელი არ ყავდათ, ანჩელოტი იყო ამ გუნდში, პოჩეტინო იყო, უნაი ემერი იყო, ბლანი იყო, ვინ არ იყო, ანუ მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელები იყვნენ ფეხბურთში, მაგრამ აი ვერ მოახერხეს იმ ვარსკვლავების შეთამაშება და ენრიკემ ზუსტად აი სწორად მოახერხა ამ ვარსკვლავებისგან იდეალური შედეგის გამოწვევა, რა ვთქვათ რა. აი იდეალურად გამოიყენა ის როსტერი, რაც ყავდა. კი, სადიკ ანუ ბაპეს ფაქტორიც იყო, რომ აი რაღაც ბაპე ამრევი იყო. რაღაცა რუმორსი იყო რა, რომ აი გასახდელში რაღაცა ისე იყო, რომ აი კონკრეტულად ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მესისაც და მბაპესაც და ანუ ესეთი დიდი ფეხბურთელები მოიშორეს ეს უხეშად რო ვთქვათ და მშვენიერი გუნდი დააყენეს რა, მოიგეს ყველაფერი და რა ვიცი, ანუ კვარას დიდი დამსახურებაცაა რა თქმა უნდა და ქართველები ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქართველმა კალადის მერე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 13 წლის შემდეგ პირველი ქართველი კომუნიც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და გახდა ტურნირის გამარჯვებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამიტომ იყო ისტორიული სეზონი და ტყუილად არ ვახსენით ეს გასული სეზონი პარი სენ-ჟერმენისა და ინტერის ფინალი. შევეხებით განვლილ სეზონზე და სანამ უშუალოდ გადავალთ ამ მიმდინარე სეზონზე, გავივლით განვლილ სეზონის მნიშვნელოვან დეტალებს და ივენთებს, ასე რომ ვთქვათ. ხო, მოდი დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა გვაქვს განსახილველი. საუკეთესო ეს ერთხმად უნდა ვთქვათ და ობიექტურად რომ საუკეთესო ჩემპიონატი არის საფეხბურთო სეიმი, საუკეთესო ჩემპიონატი ეს არის ნამდვილად ინგლისის პრემიერ ლიგა. აი ლივერპულზე და სლოტზე რა სიტყვი, მოდი ამაზე გველაპარაკეთ, მაგრამ შენი აზრი მაინც მაინტერესებს, იმიტომ რომ სლოტი პირველი იყო, რაღაცა ამორიმ ბოლი და მთელი ამბები რაღაცა ლივერპულთან იყო ასოცირებული, თუმცა ნამორიმი წავიდა მანჩესტერში და სლოტი წავიდა ლივერპულში. ნუ მე პირადად არ მქონდა იმედი ნამდვილად, ანუ თუმცა ძალიან კაი ფეხბურთია თამაშა პრემიერ ლიგაში, სალაჰი იყო, ფრინავდა და ანუ რავი, ძალიან მაგარი იყო რა. ხო, რაც შეეხება სლოტს, ანუ ფეიენორდიდან ვაკვირდებოდი სლოტის კარიერის განვითარებას, ამ სამწუხარო კარიერას, მის დინამიკას და თითქოს დარწმუნებული ვიყავ იმაში, რომ უმაღლესი შედეგებისთვის უნდა ებრძოლა ლივერპულს. ნამდვილად ნუ ეხლა 4-ზე და 3-ზე საუბარი არ არის. ლივერპულს ლინდონის გუნდი გახდა და სტანდარტები იმ დონეზე აწია, რომ კი ეს მიზნები ჩვეულებრივად მიღწევადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო სენსაცია იყო ლივერპულის განვლილი სეზონი. მაგრამ ანუ აუცილებლად უნდა აღინიშნოს შარშან საკმაოდ დაბალი კონკურენცია პრემიერ ლიგაში. ეს უნდა ითქვას რა. სიტი იყო გათიშული, ამოვარდნილი იყო სეზონის
სადაც შუაში ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი ისო კოშმარი სიტი მერე დაიწყო მოგებებით, თორემ 4-ზე საუბარიც კი უკვე შორეული პერსპექტივა იყო სიტისთვის, იმიტომ რომ მე-6-ე მე-7 ადგილს დგებნიდა რა, იყო ეს პერიოდი. ჩემპიონთა ლიგაზე კრახი იმაზე გავიდა, რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, საერთოდ პლეინის ზონაში გავიდა 24 გუნდში, ძლივს მოხდა რა და ბრუგეს მოუგო ძლივს და ანუ სიტის საკმაოდ კრიზისული პერიოდი ქონდა და ჩაიხსნა შარშან ამ ტაიტლ რეისიდან. არსენალის ეს ლუზერობაო და მთელი ამბები, ანუ არსენალის ხომ ვარ ძალიან დიდი ხანია და აი წინა წელს იყო ძალიან დიდი შანსი, ანუ იმის წინა წელსაც და ორივე წელი სიტი მოიგო და ანუ 4-ჯერ ზედიზედ სიტი, წინაზე ლივერპული და ბოლოს ეხა ლივერპული. ანუ მე მგონია რომ არტეტას დრო მოვიდა, იც არტეტა თაიმ რა. რო დატოვოს არსენალი? არსენალი არა, დატოვოს არა, მგონია რომ ჩემპიონი უნდა გახადოს არსენალი. საინტერესო მოსაზრება, იმიტომ რომ ეგ ნამდვილად შეიცვალა რა. აი ლივერპულზე რასაც კიდე აღნიშნავ, რომ სეზონის სტარტი ქონდა ცხაბრული. ანუ სალას ქონდა რაღაც სასწაული, რაღაცა ახალი წლისთვის, ამ შობისთვის ხო პირველზე იქნა 28 გოლი ქონდა ყველა ტურნირზე გატანილი და მგონი 15 ასისტი თუ რაღაც ქონდა და ძალიან მაგრამ მიდიოდა რა. აი მართლა ბალონ დორის, ანუ ოქროს ბურთის უპირობო გოლი იყო და ბალონ დორი როდრი ხო ნუ არა როდრი წინა სეზონის არის ამ წელს სადაც დემბელი არის ხა ფავორიტი და იამალი და რაფინია, მაგრამ არა ისე თქმა უნდა რა, ესე რაფინია საც კარგი სეზონი ქონდა დასაწყისში, მაგრამ ეს არ ჩანდა რა. იამალიც არ ჩანდა იმდენად შედეგების ხრივ და დემბელეზე ხო საუბარიც არ არის პარი სენ-ჟერმენმა. თუ გახსოვს არსენალთან რო წააგო 2-0 ჩემპიონთა ლიგაზე. კლუბში გაცა უკნეს ბოლო. ხო, ანუ ეგ ბოლოსკენ უკვე კვარაც რო გადმოვიდა, მაშინდელი ამბავია. ხო, კვარა არისო, ხო? არა, კვარა არისო. არა, არისო კვარა, მაგრამ უკვე გადმოსული იყო ტრანსფერი, უფლება არ ქონდა ჯგუფში თამაშის. არა, მე ისიც თქვა მინდა, ნახე, არსენალთან ძალიან უშანსოდ წააგეს ეგ პირველ წელს, ან პირველი წლის პარი სენ-ჟერმენი და მეორე წლის პარი სენ-ჟერმენი იყო ცადადედამის. ესეთი რადიკალური სხვაობა ერთი გუნდის ორ ვერსიას შორის, ერთი სეზონის განმავლობაში, ანუ არ მახსენდება ისტორიაში და თითქოს აი სხვადასხვა სეზონების პარი სენ-ჟერმენზე გვაქვს საუბარი. აი, ნახევარ, აი ესეც ენრიკეს სასწაულ მწნელურ უნარებზე მიტყველებს რა, რამდენად დიდებული მწნელი. ბიჭო, შენ იმდენად მაგრამ მოგწონდა ეგ პარი სენ-ჟერმენი ეხა სოგის რაღაცა ძალიან აღკინებული ხარ. კი, წინა სეზონის ემოციები დღემდე გამოყვა უბრალოდ აი ენრიკე, ხო, აი კარგ მწნელობასთან და მენეჯმენტთან და თავგებასთან ერთად, აი როგორც პიროვნება ძალიან მიყვარს მისი ტრაგიკული ისტორია, ხო, ეს შვილის გარდაცვალების ამბავი და ეს ტრაგიკული ისტორია ყველა მიცის, მაგრამ როგორ გაუხარდა კვარაცხელეს გოლი თუნდაც ფინალში, აი მეოთხე გოლი რო გავიდა მარცხენათი რომ მარცხენა კუთხეში გაუტანა ზომერს, აი მაგაზეც თავიდანვე გუნდი როგორ შეათამაშა, ერთოჯახად ჩამოყალიბა. ანუ კარგი პიროვნებაა რა, ყველანაირად იტყობა, აი საბასაპანაძის მოვიკითხოთ ჯეოთინსაკიდან, საპანაძის ლაივებშიც, ვიდეოებშიც როგორი გულწრფელი ჩანდა, ხო? აი რა მაგარი ტიპი არის და აი პატარა კადრებით იგებ პიროვნებაზე რა, ძალიან დადებითი ემოცია მოდის რა, აი უშუალო პიროვნება. ხო და რისი თქმაც მინდოდა, შარშან იმდენად დიდი კონკურენცია არ იყო რა პრემიერ ლიგაში. მოდი გულზე ხელი დავდოთ, არსენალი იცადა, მაგრამ არსენალმა უფრო აქცენტი და სწორება გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე. არსენალის ტრამვები მაგასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მერინო იყო ფორვარდად და ანუ ჩემი აზრით ფორვარდი რო ყოლოდა არსენალს, მე მგონი პრემიერ ლიგაში უფრო მეტი შანსი იყო, მაგრამ ბოლოს რაღაცა დაყარა ხო ფარხმალი. კი, აი იოკერეშის დონის თუნდაც აი ხარო ტრანსფერი გააკეთა, მისი დონის ან მასთან მიახლოებული დონის თავდასხმელის რო ყოლოდა, მაშინ არსენალს მე ვფიქრობ, რომ პარი სენ-ჟერმენს გაცილებით დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა და ვინიცის შეიძლება შარშან ჩემპიონთა ბიჭო, რეალთან აი, რავი, მე ხო არსენალის ფანი ვარ და რა ვიცი, გადაყოლილი ყველანაირად, მაგრამ ანუ აი ის ორი ჯარიმა, ანუ რაღაცა ცოტა იყო გამართლებიც ხო, ანუ რეალურად ბოლო გოლი რო გაიტანა საკამ, ეგ კონჩეტა რაღაცა, ანუ რაღაც დალაგებული ესე კონკრეტული ის არ იყო რა. ხვდები, აი რაღაცა სტანდარტებზე იყო, მაგრამ თუმცა რას ვიტყვი, იცი, ანუ ცენტრ ფორვარდი რო არ იყო, უფრო რაღაცა დაცვით სტილს, ანუ ეს პრაგმატული ფეხბურთი მე პირადად, ანუ არ მომწონს, იმიტომ რომ არსენალს აქ მეტი შესაძლებლობა, რომ ითამაშოს უფრო ლაღი ფეხბურთი რა და ანუ არტეტა ათამაშებდა რაღაცა უფრო პრაგმატულს, ნუ გაამართლა, მაგრამ ანუ ვერაფერი ვერ მოიგო რა. ანუ უკვე მე რამდენი წელია არსენალშია და ვერაფერს ვერ იგებს. ანუ ბოლო სეზონია, ჩემი აზრით, ანუ ვერაფერი რო ვერ მოიგოს, უნდა წავიდოს. ხო, ანუ მაგაში გეთანხმები. ან არსენალი აი არტეტას მოსვლამდე რა იყო 2020 წლამდე თუ 19-ში მოვიდა რა იყო ხო არსენალი ან ერთი ნორმალური გუნდი იყო რომელიც 4-ში ხდებოდა ან ხდებოდა უკვე ვენგერის წასვლის მერე და ანუ არსენალის მუღამი რა იყო რომ კარგ ფეხბურთს ლამაზ კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ მაგრამ შედეგი არ იდებოდა. ბიჭო, უნაი ემერიცო იყო არსენალში მოსული, აი მე მგონია რავი ანუ არ იყო
უნაი ემერი არსენალის ანუ კალიბრის და დონის. ხო, ანუ უნაი ემერი უნდა იყოს ისპანური ან ასტონ ვილაში ხო, ასტონ ვილაში მე ვფიქრობ რომ რაღაცა გამართლებაც არის და იმდენი ფეხბურთელი მოუყვანეს და ცოტა სხვა არის, მაგრამ ანუ აი ესე ძლიერ გუნდში, დიდ გუნდში, აი მაგალითად PSG-ს გავიხსენებ, რომ აი გადამწყვეტ მომენტში ბარსელონასთან, ანუ მოკლედ ის 6 კაცი დავდოთ ესეთი, რომ უნაი ემერი უნდა იყოს რაღაცა საშუალო დონის გუნდში. სევილია, ასტონ ვილა. კი. არა, აი, სწორად ახსენე შენ უნაი ემერი და ასტონ ვილა. პარის სენ-ჟერმენს სხვათა შორის PSG-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ლივერპულთან ერთად გაუწია ასტონ ვილამ. გახსოვს მეორე თამაში ლაპარაკში რა იყო 3-2 ხო? 2-0 იგებდა PSG. თქვით თითქოს ყველა კინაღამ გაუთიშე ტელევიზორები, პარის სენ-ჟერმენი გასულია, შემდეგ ეტაპზე ნახევარფინალში გილოცავთ რაღაც და უცებ უტრიალებს 3-2 ხდება ანგარიში და იქ რო დონარუმას ხო აი დონარუმა იყო კიდევ ერთ-ერთი აი გადამწყვეტი ფაქტორი PSG-ის ჩემპიონობის. რაშფორდსა უკვე მე მგონი, ხო? რაშფორდს და მე მგონი ვოტკინსაც მაგარი გუწევო თავით გამოუძრო, მე მგონი ვის საუყო, არ მახსოვს იქ ფაქტი, მაგრამ რაშფორდის ხიანი რო ჩამოხსნა იქ რაშფორდის ხიანი ჩამოხსნა კი და ანუ დონარუმა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი PSG-ის. ხო, ანუ ცოტა გადაუხვიეთ ახლა და პრემიერ ლიგაში მაინც 1-2 რაღაცა ერთ-ერთი თქვა. ხო, თქვათ რომ მოკლედ ლივერპულმა დამსახურებულად მოიგო, თუმცა მოიგო ისე რომ ანუ სხვები იყვნენ დაჭრილი აწივები ისე რომ აი მაგაზე რომელი სეზონი მახსენდება იცი კარგად აი ნაპოლის 22-23 წლების ჩემპიონობა კვარა და უსიმენეს ეს დედლი დუო რო იყო ხო აი მაშინაც იტალიაში კონკურენცია იყო დაბალი ანუ ინტერი ვერ იყო იუვენტუსი ვერ იყო ვინ არის თქო თავარი მოქმედი პროტაგონისტები ვინ არიან ჩემპიონატის ხო ხო და თან ინტერი ვერ თამაშობდა კვარა ხო ჩვენ ძალიან გვიყვარს რაღაცა თუმცა ანუ აი ინტერს მაგალითად ორი თამაში მოუგო მე მგონი ხო ნაპოლის თუ ერთი ნიჩია იყო მაშინ ანუ მაშინ მაგარი გუნდი იყო ნაპოლი და ინტერმა მოუგო და მე მგონი მეორე ნიჩია დამთავრდა მეორე დამთავრდა და მილანთანაც ერთი მოიგო ერთი წააგო მაგრამ მაგას თავიდანვე იმდენად სუსტები იყვნენ ან ფორმიდან ამოვარდნილები ეს დიდი გუნდები ანუ ცარენ იტალიის გიგანტები ხო აი პატარა გუნდებთან საშუალო დონის ხილის ქვედანაწილში მყოფ გუნდებთან კარგავდნენ ქულებს და ნაპოლის ქონა რაღაც სასწაული შედეგები ზედიზედ მოგებული თამაშების პალეტის ხელში სოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიდა მაშინ 22-23 სეზონში იყო წყვეტა ზამთარში იყო ნოემბერი-დეკემბერში და ნაპოლის ქონდა რაღაცა ტოპ 5 ჩემპიონატი რომ ჩამოწერეს ბარსელონა იყო ლიდერი იქ ბაიერნი იყო ლიდერი და აი PSG იყო და ამათან შედარებით გაცილებით წინ იყო რა ქულებით და შეფარდებით და ხო აი პრემიერ ლიგაზე ეს თქვით რა და შენ ძალიან სწორი გადასვლა ახსენე რეალის და არსენალის შეხვედრა და მინდა რომ უკვე ლა ლიგაზე გადავინაცვლოთ გასული სეზონის ნუ ლა ლიგა დამსახურებულად თქვა შენია ლა ლიგა იმიტომ რომ რეალის კომაგი ხარ ანუ ძალიან სასაცილო არის არსენალის კომაგი ინტერის ფორმით PSG ფორმით ხარ აი ეს არის ცხოვრება მეგობრებო ხო მაგრამ PSG-ს თავშევა რა კვარას ამბობ ხო ეს ძალიან მიყვარს უკვე ფავორიტი გუნდი არის რა თქმა უნდა ვახსენეთ ხსენებული მიზეზების გამო მაგრამ უნდა ვთქვათ რა მე მიყვარს ობიექტურობა და როგორც რეალის კომაქს შარშან ნოვაგია რომ შარშან რეალს სეზონი ჩაუვარდა ყველა ტურნირზე ეს იყო ლა ლიგა შიდა ასპარეზი თასი ესპანეთის სუპერთასი გაანადგურა ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზეც აგერ ვახსენეთ არსენალთან როგორ წააგეს კი შენის ახსენე რომ იქ სტანდარტები გაუტანა რა ის მაგრამ იმ სტანდარტები ძალიან ლოგიკური იყო რა სიმართლე რომ გითხრა ანუ სტანდარტები მოყვა არსენალის ანუ გაუთავებელ შედევრებს ის კი არ იყო მარტო ჩააწოდეს თავით და არიმა გაიტანეს ანუ დაჩაგრა ორივე თამაში კარლო ანჩელოტი წააგო პირწმინდა დორიო ბიჭო ანჩელოტი მე მგონი მიდიოდა და თან რაღაცა ეს ბოლო სეზონი რაღაცა ძალიან ცუდი იყო რა თითქოს ხავს მოდის მოჭიდებული იყო თუ რა ანუ რაღაცა რა ვიცი ანჩელოტი არ მაწარებული უკვე ხავს ბიჭო ხო რაღაც ეგეთი ვარიანტი და მე გადავხედე კიდე ბარსელონა რეალის ურთიერთსახვედრებს და წარმოიდგინე 4-3 მე ეგ თასზე ბარსელონა აგდებს კიდე ანუ 2025-ში 5-2 თასზე ფინალი მოუგო საერთოდ და სუპერ კოპას ფინალი ანუ წარმოიდგინე ზედიზედ 4 თამაში აქ მოგებული ნახე 2025 ხო და კიდე ამხანაგური მოუგო ამხანაგურიც მოუგო ხო ბარსელონა მოკლედ რეალს ბოლო პერიოდში დაჩაგრა რა შარშანწი რეალის იყო 4 კლასიკო მოუგო ზედიზედ იმ სეზონში როცა ჩემპიონი გახდა რეალი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მაგრამ აი ზუსტად რაც ვახსენეთ ენრიკეზე მისი აი საწინააღმდეგო უნდა ითქვას კარლო ანჩელოტის ბაპეს გადასვლის შემდეგ ვერ მოახერხა რა ლიდერების შეთამაშება აი ვინისიუს და ბაპე ვერ დაალაგა ეს ორი კაცი რა ორივეც უნდა ლიდერობა ვინისიუსაც ბაპესაც და ასევე ბელინგემს კიდე პლუს იქ როდრიგო იყო როდრიგოს ფაქტორი იყო ბელინგემი რამაგარი იყო ბაპეს მოსწონდა ვინისიუსის დაფრინავდა მოდი ეს უნდა ვთქვა აუცილებლად რომ როდრი
ზემეტად ვინისიუსს ეკუთვნოდა 2024 პროსპორტი ეს იყო აი უეჭველად მარტო იმიტომ კი არ ვამბობ რეალის ფანი ვარ უბრალოდ ვინისიუსმა რაღაცა დისციპლინარული საქციელების და რაღაცების გამო UEFA-ს რაღაცა გან და FIFA-სგან ფრანს ფუტბოლისგან ვერ მოიპოვა პატივისცემა მაგრამ ნახე რა ხდება კარლო ანჩელოტიმ ვერ შეძლო ის მენეჯმენტი რაც ენრიკემ დადო დემბელეს დუეს ბარკოლას კვარას ამ ყველა ლიდერებს გადაწყვეტინეთ მოტივაციის ამბავი ხო არის მოტივაციის ამბავი შეიძლება იყოს ყველაფერი მოიგო ტიპმა და რა ვიცი მე მგონი ეგრე როცა არიან მიდიან ანუ ჯერ ხო მილანის ტრიუმფები მე რეალში ანუ ზიდანის ის გააგრძელა მთელი ამბები და მე მგონია რომ ცოტა მოტივაციის ამბავი იყო და ბრაზილიაში კი წავიდა რაღაცა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ამჯერა ზოგადად რა არა მე გეტყვი რატომ ჯერა იმიტომ რომ ბოლო 2-3 წელი გაუთავებლად იწერებოდა რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს კარლო ანჩელოტი ბრაზილიაში წავიდა მიდის დაჟე წინა წელსაც უკვე საუბრები იყო ზაფხულში რომ რეალი შეიძლება დატოვოს მაგრამ გაახანძრო ერთი წელი და 2026-ში ბრაზილია უნდა გაიყვანოს კარლო ანჩელოტიმ და ასე შემდეგ და ბიჭო ხო ეგ მაგაზე ვილაპარაკებთ მე ანუ მოდი ბარსა რეალი ხო ბარსა შევაფასოთ რა ანუ რეალი რატო ვაფასებთ ანუ არ იყო მთავარი არა ფანი ვარ მაგრამ ფანო გორზე გადავდოთ არ იყო შანსი მთავარი მოქმედი პირი ესპანეთში არასად არც ერთ ტურნირზე ბარსაზე უკეთესი რეალი არ ყოფილა მთავარი მოქმედი პირი იყო ბარსა ჰანსი ფლიკი რაფინია იყო ტოპ და იამალი ანუ იამალიც მაგარი იყო მაგრამ აი რაფინია იყო 59 გოლი გაიტანა თუ მეშლება არა 59 გოლი არ გაუტანია მაგდენ გოლსა და ასისტში ხო არა ხო ბოდიში კი ბატონო ნახე რა ვთქვა უბრალოდ შეხედე შედეგს რა 102 გატანილი ბურთი 39 გაშვებული ეს ხო რაღაცა სასწაული მაჩვენებლებია ლეგენდარული ესპანური გუნდები ვინც იყვნენ ხო ჩემპიონები რამდენიმე გაქონათ რა 88 აიღო ჰანსი ფლიკის ბარსელონა მაგრამ გაცილებით მეტის მოგლობა შეძუნდა რა სეზონის გარკვეული ნაწილი ჩაუვარდა რა წაგებები მქონდა ეს ხო და რეალი წამოეწია არა უსწრებდა კიდევ 7 ქულით უსწრებდა თებერვლის დასაწყისში და მახსოვს და მერე ბარსამ ჩართო ხო ჰანსი ფლიკი უნდა ვახსენოთ რა უცილოდ კაცი მოვიდა დაანგრეულ განადგურებულ ბარსელონაში ჩავის წასვლის მერე ჩავი ვერ გამართლა მაგრამ ჩავი დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი დანატოვარი აი ეს ახალგაზრდები პედრი გავი რაფინია მოყვანილი მიდროს მოყვანილი ლევანდოვსკი დაწინაურებული იამალი ფერმი ლოპესი კუნდე ასე შემდეგ ყველა რა ვინც არიან ეხა ხერად მარტინი და ეს ახალგაზრდები ჩავის ხელში გაიზარდნენ და ჩავი თითქოს აი უკვე დამუშავებული მასალა დაუტოვა ფლიქს და ფლიქს ეგ არ ეშლება რა დისციპლინა ჩაწოდება გახსოვს და იმის გოლი რა ქვია ერიკ გარსიას გოლი აუ რაღაც სასწაული გოლი ხო ზომერი დატოვა ინტერის ეგ თამაში რომ ახსენდება რაღაცა საუბარი კი არა ისე უნდა ითქვას რომ ბარსელონა PSG ეს ისეთი ფინალი გაუმართლა ხო რაღაცა სასწაული სიამოვნება მთელი ხო ეგ რა თქმა უნდა აჩერბისის გოლი აი ვერ ვიფიქრებდი ვერ დავიჯერე მეც ნამდვილად თითქმის ტელევიზორი გამოვურდე და დავიძინე მაგ დროს აი არ ვიცი არ მიყვარს ეს ჰეითერობა და რადგან რეალის ფანი ვარ ბარსელონაზე ცუდი ვთქვა შანსი მართლა ეკუთვნოდათ რომ მინიმუმ ფინალი ეთამაშოთ რა იამალს ძალიან ბევრი ველობა იყო და თავი გაიგიჟა ზომერმა პირველ და მეორე თამაში აი ის ბურთი გახსოვს იამალმა რომ მან ჩვენა ფლანგიდან შემოტეხა სრულჩვენება გააკეთა და ზომერმა რაღაცნაირად თითი წაკრა და ზედადაც რომ მოხდა ანუ მეორე თამაშიც რო გაიშალა ზომერა ბურთია აი რაღაც სასწაული ანუ იყო რა გამართლების ფაქტორიც და იყო ბარსაშიც აი უგებდა 2-3-ს აუთ საწვდი და ბარსა მე მგონი ხერად მარტინი დამატებით დროში და 20 წამში ხდება რომ გოლი გააქვს ფრატეზის ხო თუ აჩერბი გაუტანა ანუ ეს როგორ გააკეთა ბიჭო ფრატეზი იმაში გაუტანა დამატებით ხო ფრატეზი გაუტანა ხო დამატებით და იმენა ინდუბა ფაბულისა ხო ანუ სტაბილურობა აქ უნდა ითქვას და ხო და მაგის ხმა მინდა რომ წარმოიდგინე 20 წამში ისეთ ატრიალდა საქმე რომ ბარსას გაუტანა ბრაინტერმა 2-3 იგებდა რაფინიამ შეუგდო რანაირი გოლი გაუტანა და 35 წლის აჩერბი 17 წლის 35 ხო 36 წლის გაუტანა რომელიც ორჯერ სიმსივნე დაამარცხა ხო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ეს არის inspirational story-ა ეგ ცალკე ამბავია ბიჭო ესპანეთის ჩემპიონატში მოკლედ ანუ წინა იმაში რავი ვერც ატლეტიკო და ვერც ბილბაო და ვერც ხო რა ანუ ეს ჩემპიონატი ბოლო წლებში არის ორი გუნდი აუ მაგრა შემეწოდა ერთი გუნდი ბეტისი რო ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე აი ანტონის პონჩი ძალიან ბალში გქონდა ბიჭო ხო ძალიან მინდოდა იმიტომ რომ მართლა აი სეზონის ნახევარის მერე გადავიდა ბეტისი იყო მე-11 იმენა მიმების მეფე იყო ხო მიმების აი კაცმა შემოგვაბრუნა ყველა ჰეითერიც კი ფანები გავხდით ანუ ხა ანტონის ჰეითერი არც არ ყოფილა
ჯეროდა ბიჭო დაინტერესებულიც არ ყოფილიყო. დაინტერესა, არც მქონია სურვილი რომ ანტონის ჰაილაითებისთვის მეყურებინა, მაგრამ ისეთი მაგარი ედიტები მოიხოდა და სტორი და ის აეწყო, რომ უკვე გავხდი ფანი რა და კონფერენს ლიგის ფინალში ჩელსისთან გულშემ მინდოდა რომ ბეტისმა ანუ თავიდან მოუგებდა და ანუ პირველი ევროპული ანუ ევროტურნირის ფინალი იყო ისტორიაში სეულიური გუნდის ბეტისის და იგებდა თითქოს ანუ ჩელსიმ როგორც არის ხოლმე რა კამბექები უყვარს ჩელსის და გადაუარა და ანუ ესპანეთი რეალურად ამით რომ შევაჯამოთ ბარსელონა იყო 2 და 3 და 4 თავით მოკლას ხებზე და ეს გამოჩნდა ევროასპარეზეც რა უქნა ხო გუნდებს მაგრამ რეალი მაინც რეალობდა და ასე თუ ისე დიდი სხვაობა არ ყოფილა. ყველაზე კარგი თამაში ხო ნუ კლასიკოებშიც პირველი 4-0 გადაუარა იამალმა გაიბწყინა მაგრამ ითამაშა იქ მახსოვს კასადონ გაუკეთა ძალიან მაგარი პასი მეორე ტაიმში ლევანდოვსკის და გახსნა მაგით თამაში და მაგით გადაუარა სუპერთასზე გადაუარა იქ რაფინიამ ითამაშა აი მე მგონია რომ რაფინია იამალში ერთ-ერთს გაცილებით მეტად ეკუთვნის ოქროს ბურთი ვიდრე დემბელეს რა აი დემბელე იყო უბრალოდ ორგანული და მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მანქანის რაც იყო წლევანდელი პარიზში ხო და ეკუთვნის რა მაგრამ მოიგებს რა მე ვფიქრობ რომ დემბელეს მიცემენ ოქროს მაგრამ მე რო ვადგენდე და მე რო ანუ იმაშვებოდე ვათამაშებდი ამ გათამაშებას რაც არის ბალონდორი და ფრანს ფუტბოლი რაფინიას მივცემდი იამალიც ძალიან მაგარი იყო ითამაშა მაგრამ შედეგიანობაც და რაღაც მომენტში გუნდის ლიდერობაც რაფინია იყო მთელი სეზონის განმავლობაში რაღაც მაჯობა საბოლოო ჯამში მაგრამ ბაპემ ძალიან ისე შექმნა რა ბაპხო და ბაპეს სეზონიც ძალიან underrated იყო რაც ამით ესპანეთი დავასრულო და შენ სტიქიაზე შენ მოვიდანზე იტალიაში გადავედი